გამარჯობათ მეგობრებო, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ და ამ შესვენებას ობიექტური მიზეზები ჰქონდა, ლორდ-კიფანიძის ვლოგი ბრუნდება ჩვენს პატარა მოგზაურებულ YouTube არხზე. და ბრუნდება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სპორტისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების საკითხზე. ეს თემა ძალიან ფართო თემა გახლავთ, იმიტომ რომ სპორტი და პოლიტიკა ყოველთვის ერთმანეთზე გადაჯაჭვული ფენომენები გახლდნენ. რა ვიცი, რო გავიხსენოთ ჩვენ ოლიმპიადა მაგალითად. ხო, ეს ოლიმპიადა თავიდან ბოლომდე გახლდათ მოვლენა, სპორტული მოვლენა, რომელიც მიზნად ისახავდა, რომ ერთმანეთთან დაეკავშირებინა ელინისტური კულტურის სხვადასხვა კუთხეები, სხვადასხვა კერები, თუ მათ შორის ომი მიმდინარეობდა, დროებით ხელი შეეწყო ამ ომების შეჩერებისთვის, მშვიდობის ჩამოგდებისთვის და ეს პოლიტიკური დატვირთვა და შინაარსი ჰქონდა ამ უძველეს სპორტულ ღონისძიებას. მომავალში ეს ოლიმპიადები უკვე მოგეხსენებათ, რომ იქცნენ ერთგვარ საშუალებად ცალკეული ავტორიტარი ლიდერებისთვის, დიქტატორებისთვის, რომ საკუთარი სტაბილურობა, მდგრადობა, სიმძლავრე გამოესხივებინათ და დანარჩენებისთვის, დამკვირვებლებისთვის ეთქვათ, რომ ძლიერები ვართ, მაგრა ვდგავართ და ძლიერ სახელმწიფოს ვაშენებთ, ხო? შეგვიძლია გავიხსენოთ, თქვათ, ჰიტლერის მაგალითი 1936 წელს მან მიუნხენში ჩაატარა ეს ოლიმპიადა, რა ვიცი, პუტინი და სოჭის ოლიმპიადა ცალკე თემა, როგორი ნებით იბრძოდა ეს კაცი, რომ ემასპინძლდა მსოფლიო სპორტული ფორუმისთვის. რა ვიცი, ახლა გამოიგონეს ეს ევროპული თამაშები ცალკე და მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი პირველი მასპინძელი ქვეყანა ევროპული თამაშებისა აზერბაიჯანი გახლდათ და აზერბაიჯანის ლიდერი ალიევი, თქვათ, ამ სპორტული ღონისძიებით ცდილობდა, რომ ეთქვა, რომ მე ფეხზე ვდგავარ, ძლიერი ვარ, შეგვიძლია ოლიმპიური ფესტივალების კი არა, დიდი ოლიმპიური ღონისძიებების ორგანიზება და რა თქმა უნდა საერთაშორისო ყურადღებას ეს იწვევს და მართლაც ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება ხოლმე ესა თუ ის ქვეყანა. ხშირად სხვათა შორის ყვითელი პრესა ადანაშაულებს ხოლმე ოლიმპიურ კომიტეტებს ამ დიქტატორული რეჟიმების მიმართ ზედმეტად ლმობიერი პოზიციის გამო. და მხოლოდ ოლიმპიადა არ არის, ხო, ხაზი, რითაც პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთს უკავშირდება. ჩვენ მაგალითად მოვდივართ საბჭოთა ეპოქიდან და გადასარევად ვიცით, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ქართულ სპორტულ კლუბებს, მაგალითად საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს, ქართული ეროვნული ცნობიერებისთვის. როცა შეზღუდული გაქვს შენ, თქვათ, სახელმწიფოს ქონის უფლება, სუვერენიტეტი, პარლამენტი არ გაქვს, არაფერი არ გაქვს, თქვათ, პოლიტიკური დამოუკიდებლობის სადემონსტრაციოდ, ბუნებრივია ასეთ დროს, ასეთ ეტაპზე სპორტული კლუბი შეიძლება იქცეს მთელი ნაციონალური სიამაყის ეროვნული თვითმყოფადობის გამოხატულებად და ნამდვილად ესეთი გახლდათ თბილისის დინამო. თქვათ, სხვადასხვა დიქტატორულ რეჟიმებში პატარ-პატარა საფეხბურთო კლუბების მხარდაჭერით გამოხატავდნენ, თქვათ, რეჟიმის საწინააღმდეგო ქცევას, ერთგვარ დისიდენტურ ქცევად. ხო, ჩვენ შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ მერე მოგვიანებით, როცა საშუალება გვექნება, მაგალითად, ბერლინის ერთ-ერთ კლუბზე, Union Berlin-ზე, ჩემპიონთა ლიგაზეც გამოდის და ბევრი თქვენგანი იცნობს ალბათ Union Berlin-ს და მისი განსაკუთრებულობა გახლდათ ის, რომ Union Berlin-ი არ იყო არც ცეკას, არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს, ანუ შტაზის ზემოქმედების, კი არა, დაფინანსების ობიექტი. არავინ მას გვერდით არ ედგა, ჩვეულებრივი ქარხნული კლუბი გახლდათ, ერთ-ერთი ქარხანა, მრეწველობა უჭერდა მას მხარს. შესაბამისად, მას აღმოსავლეთ გერმანიაში
თუ შენ არ უჭერდი მხარს, თქვათ, დრეზდენის დინამოს და არ უჭერდი მხარს იმ კლუბებს, რომელსაც პარტია უმაგრებდა ზურგს, ამითი ერთგვარ პროტესტსაც კი გამოხატავდი სისტემის მიმართ, რეჟიმის მიმართ და როგორც ზემოთ აღნიშნე, ეს ითვლებოდა რაღაც წინააღმდეგობის აქტად. და რა ვიცი, კიდე რამდენი მოვლენა შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენ სპორტისა და პოლიტიკის ურთიერთქმედებისა. ხანდახან სპორტსმენები გაუცნობიერებლად, ისე რომ თვითონ ეს განზრახვა წინასწარ არ აქვთ, იქცევიან ხოლმე უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ფაქტორად. მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ ჯესი ოუენსი, ხომ, 2016 წელს გამოვიდა ფილმი, შეიძლება ბევრს ნანახი გაქვთ, რეის ქვია, ეს არის ფილმი, სადაც აღწერილია თუ როგორ იღებს ჰიტლერულ ოლიმპიადაში მონაწილეობას ფერადკანიანი, როგორ ამარცხებს არიული რასის წარმომადგენლებს და როგორ აქარწყლებს თავისი ასპარეზობით, ესე თქვათ, შეხედულებას იმის თაობაზე, რომ თეთრები არიული რასის წარმომადგენლები ყველაზე მაღლად განან და სპორტული თუ ბუნებრივი შესაძლებლობებითაც კი სჯაბნიან აი ამ ვიღაც მეორეხარისხოვან ადამიანებს და ეს ჯესი ოუენსის გამოსვლა მართლა ლეგენდად იქცა. აი ამას წინათ მომეცა შესაძლებლობა სხვათა შორის თვითმფრინავში უყურე ძალიან საინტერესო ფილმს, ეს ფილმი ეძღვნება ქალბატონ ტრუ დედერლის. ქვია Young Woman and the Sea, ახალგაზრდა ქალი და ზღვა. და აი ეს ტრუ დედერლი გერმანული წარმოშობის ქალი გახლდათ, ნიუ-იორკში ცხოვრობდა და ესე იგი ცურვაზე არ დაჰყავდათ და არ უნდათ რომ მოცურავე გამოსულიყო, მაგრამ თვითონ ლა-მანშის სრუტე პირველმა გადაცურა, როგორც პირველი ქალი იყო, ვინც ლა-მანშის სრუტე გადაცურა, ძალიან გამორჩეული სპორტსმენი და ათლეტი გახლდათ და ბევრ ქალს გაუხსნა გზა საცურაო სპორტისკენ, ვატერპოლოსკენ და ადამიანებს მიანიშნა, რომ ეს არ შეიძლება პოლიტიკურად აქტუალური გახადა საკითხი, რომ არ შეიძლება ქალების ექსკლუზია გამორიცხვა სპორტიდან და მათაც უნდა ქონდეთ ასპარეზობის შესაძლებლობა და რადგან გოგოა, ამიტომ ის ცურვაზე არ უნდა შეიყვანო აი ეს სტერეოტიპი და არღვია და სხვათა შორის მასზე და მის ოჯახზე განსაკუთრებით იმოქმედა ერთმა მოვლენამ, როდესაც ამერიკის სანაპიროებთან გემის კატასტროფის დროს მამაკაცები გადარჩნენ და ქალები ვერა, იმიტომ რომ არც ერთი ქალი ბავშვობაში ცურვაზე არ დადიოდა და მათ არ იცოდნენ, ასე ვთქვათ, აი ესეც აგაგებო სიტუაციაში თავისთვის როგორ ეშველათ. ასე რომ ნახეთ, სპორტი და პოლიტიკა მუდმივად ზემოქმედებენ ერთმანეთზე. ნებსით თუ უნებლიეთ, განზრახვით თუ განზრახვის გარეშე, ხო? ეხლა ტრუ დედერლის განზრახვა არ ქონია რაღაც პოლიტიკური ცვლილებების განეხორციელებინა და რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების აქტუალიზება მოეხდინა, მაგრამ ესე მოხდა. მაგრამ აი ჰიტლერს, პუტინს, ალიევს, დიქტატორებს ხავთ პირდაპირ განზრახვა, რომ პოლიტიკაზე პოლიტიკურად გამოიყენონ სპორტული ღონისძიებები და საკუთარი იმიჯი და საკუთარი პოზიციები გაამყარონ. სპორტს განსაკუთრებული ძალა აქვს ხანდახან. შეგვიძლია აქვე გავიხსენოთ, თქვათ, ერთი დიდი მოვლენა 1914 წელი, როდესაც დგება შობა, ფრონტის ხაზია, ეზიზღებათ ერთმანეთი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად პირველ მსოფლიო ომში ჩართულ და ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძალებს, მაგრამ ერთი ღამით ისინი საშობაო სიმღერებსაც მღერიან და მათი გამაერთიანებელი ფაქტორი არა მხოლოდ აი ეს საშობაო სიმღერა, არამედ ისინი თავიანთ ერთიანობას, თუნდაც შოუების ჯადოსნურ ღამეს დროებით ერთიანობას გამოხატავენ იმით, რომ აი ამ ღამით თამაშობენ ფეხბურთს, ბურთს აგორებენ და თქვათ ხას უსვამენ იმას, რომ შეიძლება სხვადასხვა მხარეს იბრძვიან, მაგრამ ადამიანები არიან, ერთნაირი ინტერესები აქვთ, ერთნაირ სიმღერებს ასრულებენ, ერთნაირად უყვართ ფეხბურთი, ერთნაირი აზარტით არიან ჩართული ამ სპორტულ ღონისძიებებში და მართლაც ომების დასავება შეუძლია
აი ამ ერთად სპორტში ჩართვას და ერთობლივ სპორტულ ღონისძიებებს. მეც აღარ გავაგრძელებ, მოკლედ სპორტის და პოლიტიკა დიახ ერთმანეთთან ურთიერთ გადაჯაჭვულია. ერთმანეთთან არის ძალიან მნიშვნელოვნად დაკავშირებული. ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ ახლა ყველა მსგავს შემთხვევას ვერ განვიხილავთ და ყველა ამ ფენომენს ვერ განვიხილავთ. ჩვენი გასაჭირი გვაქვს, თქვენ იცით რომ როგორი ავადმყოფური ვითარება საქართველოში შექმნილი. წარმოიდგინეთ, საქართველოში ბოლო 25 წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთი სულ ცხაფავდა, ბოლოს რამდენიმე ინდივიდის პირადი თავდაუზოგავი შრომის და განსაკუთრებული ნიჭის წყალობით გამოცოცხლდა ქართული ფეხბურთი, ხო? მაგრამ მანამდე მკვდარი იყო ქართული საქართველოში სპორტის ეს სახეობა და მიუხედავად ამისა, ვართ ესეთ ანომალიურ ვითარებაში, მეგობრებო. დედამიწის ზურგზე არ არსებობს ქვეყანა, სადაც ორი მთავარი თანამდებობა ქვეყანაში უჭირავთ ფეხბურთელებს. ისეთ ფეხბურთელებს, რომელთაც ერთს მაინც და მაინც წარმატებული კარიერა არც ფეხბურთში არ ქონია და მეორეს საშინელი სანაკრებო კარიერა ქონდა, ხო? აღარ გავიხსენებ იმ სამარცხვინო მოვლენებს, რომელიც მას ახასიათებდა. მოკლედ, ჩვენ ვართ ანომალია, ვინაიდან ქვეყნის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტიც არის ფეხბურთელი, ქვეყნის ქალაქის მერი არის ფეხბურთელი, იმ დღეს პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის სხდომიდან სურათი გამოაქვეყნეს და მაგიდის ირგვლივ ისხდნენ ფეხბურთელი, კალათბურთელი, ვატერპოლისტი, ძიუდოისტი, ძლეოსანი და ასე შემდეგ სავსე არის პარლამენტი სპორტსმენებით. ანუ ქვეყანაში სპორტი სულ სღაფავს, რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით და გამონათებას თუ არ ჩავთვლით და ქვეყნის ხელისუფლების სათავეში პარლამენტი იქნება, ეს ქალაქის მერია იქნება თუ საერთოდ პრეზიდენტის თანამდებობა, თავზე გვაცხედან სპორტსმენები. ამაზრზენი ამის დაკვირვება, მაგრამ ამ ფენომენში უნდა გავერკვიოთ. შესაბამისად, დღევანდელი ვლოგის თემა უფრო კონკრეტულად იქნება სპორტსმენთა თანამონაწილეობა პოლიტიკაში. რატომ მიდიან პოლიტიკაში, როგორ ზემოქმედებენ პოლიტიკაში ცალკეული სპორტსმენები და ცალკეული ატლეტები. მოკლედ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ ჩვენი არხი და თუ ბევრი ლაიქი იქნება, ბევრი თქვენგანი გააზიარებს ჩვენს YouTube არხს, ეს მე мотивაციას გამიზრდის, რომ აი ამ კუსტარული ტექნიკით კიდევ ჩავწერო პატარ-პატარა ვლოგები. მაშასე შევუდგეთ საქმეს და განვიხილოთ სპორტსმენთა პოლიტიკაში თანამონაწილეობის სხვადასხვა მაგალითი. მოდით დავიწყოთ, მეგობრებო, პოზიტიური მაგალითებით და პოზიტიური გამოცდილებით. როდესაც პოლიტიკოსები ხალხისთვის სასარგებლოდ, გარკვეული ღირებულებებისთვის სასარგებლოდ მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესში და აჯანსაღებენ საზოგადოებას. სიკეთე მოაქვთ ამა თუ იმ საზოგადოებისთვის, ხომ? ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავუმეოროთ ერთმანეთს, შევახსენოთ ერთმანეთს, რომ სპორტსმენებიც ადამიანები არიან. მათაც აქვთ პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება. არავინ არ ამბობს, რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ აი ამადამ სპორტსმენმა, ამადამ სახეობის სპორტსმენმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებშიო. ამას არავინ არ ითხოვს. უბრალოდ ნებისმიერ ადამიანს, ვინც პოლიტიკაში მიდის, უნდა ჰქონდეს გარკვეული ტვირთი თან, გარკვეული გამოცდილება თან, რაღაცას უნდა წარმოადგენდეს, რაღაცა ღირებულებები უნდა ჰქონდეს დაცული, რაღაცისთვის ბრძოლა უნდა ჰქონდეს გამოვლილი, არა მხოლოდ ინდივიდუალური სიკეთეებისთვის და სპორტული ასპარეზობისთვის კი არ უნდა იყვნენ დახარჯულნი, არამედ რაღაცა საერთო სიკეთისთვის, საზოგადოებრივი სიკეთისთვის, ხო? და აი ამის მაგალითები მსოფლიო ისტორიაში არსებობს. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გადავინაცვლოთ 1960-იან წლებში, იცით ეს რომ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ბობოქარი ეპოქა და პერიოდი გახლდათ,
ამ პერიოდში მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში ორი საკითხი იყო აქტუალური. ერთი გახლდათ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა, მეორე საკითხი კი გახლდათ უკვე ბრძოლა მშვიდობისთვის, ანტიიმპერიალიზმი, ანტიკოლონიალიზმი, რომელსაც ცალკეული მოქალაქეები შეერთებული შტატებისა ქუჩაში გამოდიოდნენ და ითხოვდნენ აი ამ ღირებულებების დაცვას. მარტინ ლუთერ კინგი, ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო მოძრაობა, რასიზმი, აი ეს გახლდათ როგორც მოგეხსენებათ 60-იან წლებში განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხი. და რა თქმა უნდა, ამ პრობლემამ ყველას მიაკითხა და ყველა კართან დაიჩოქა ამ აქლებმა რასიზმის და ომის პრობლემამ. მათ შორის აი ამ შეერთებული შტატების ხელისუფლების პოლიტიკის ერთ-ერთი მსხვერპლი გახლდათ ბატონი კასიუს კლეი, მუჰამედ ალი. მის შესახებ ყველას ხსენიათ, იცით რომ იგი, რა ვიცი, რამდენიმე გამოცემამ დაასახელა მე-20 საუკუნის სპორტსმენად, მთავარ სპორტსმენად, ხო, Sport Illustrated-მა მაგალითად თუ არ ვცდები და ასე შემდეგ და ლეგენდარული მოკრივე გახლდათ კასიუს კლეი, იგივე მუჰამედ ალი. და მას ბევრი პრობლემა შეუქმნა ხელისუფლება. და მან ძალიან ბევრი პირადი სიკეთე დათმო იმისთვის, რომ ამერიკულ საზოგადოებაში ომის საწინააღმდეგო იდეალები დაეცვა და ამერიკულ საზოგადოებაში რასიზმის წინააღმდეგ ებრძოლა. მაგალითად, მუჰამედ ალიმ 1967 წელს უარი განაცხადა, რომ წასულიყო ვიეტნამის ომში. მუჰამედ ალიმ პირდაპირ თქვა მაშინ, რომ მე არ ვიცი რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა ომში, რომელიც 10,000 მილის იქით მიმდინარეობს, რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა ომში, რომელიც ისედაც ღარიბ და გაუბედურებულ ქვეყანას კიდევ უფრო მეტად აღარიბებს, რატომ უნდა ჩავერთო იმ ადამიანების ჟლეტვაში, რომელთაც არაფერი არ დაუშავებიათ და მე არ მესმისო, მაშინ თქვა მუჰამედ ალიმ, რატომ უნდა წავიდნენ ამერიკის მოქალაქეები ესეთ ომში და ესეთ დაპირისპირებაში. მოკლედ, მუჰამედ ალი, მოკრივე, მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავი, ძალიან ცნობილი ატლეტი, პირდაპირ გამოვიდა და საქვეყნოდ განაცხადა, მილიონობით ადამიანის წინაშე განაცხადა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა ომს ვიეტნამში და ის არაპირებდა, რომ გაევლო რეგისტრაცია ამ ომში წასასვლელად. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი რისკი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მუჰამედ ალის წინააღმდეგ აღიძრა სისხლისამართლის საქმე, დეზერტირობაში დაადანაშაულეს იგი და რა თქმა უნდა, ამ სისხლისამართლის საქმის აღძრის შემდეგ შესაძლებელი იყო მისი დაკავება, დაპატიმრება, ეს პირდაპირ უტყამდა მის სპორტულ კარიერაზე, ეს პირდაპირ აფერხებდა მის წინსვლას, ხომ, აი ამ მწვერვალზე, სპორტული მწვერვალებისკენ. მაგრამ მუჰამედ ალიმ უკან არ დაიხია და იბრძოლა ბოლომდე. იგი არ წავიდა ჯარში, ამის გამო იგი დააპატიმრეს კიდეც, 3 წლით მოუხდა მას თავისი სპორტული კარიერის შეწყვეტა, მაგრამ ამ ბრძოლაში იგი ჩაერთო, დადიოდა შტატიდან შტატში, გამოდიოდა სხვადასხვა მიტინგებზე, ხარს უჭერდა იმ ადამიანებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ, უარს ამბობდნენ ვიეტნამის ომში მონაწილეობაზე და მოკლედ ეს სპორტსმენი კაცი იქცა ანტირასისტული და პაციფისტური მოძრაობის ერთ-ერთ მესიტყვეთ, ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ და გავლენიან წევრად. მე არ ვიცი რა დიპლომი ჰქონდა მუჰამედ ალის, რა განათლება ჰქონდა და რა იცოდა და რა არ იცოდა. ამაში არ ვერევით, ხო, აქ იმას ამბობენ, რომ დიპლომი რო არ აქვს საქართველოს პრეზიდენტად წოდებულ ადამიანს ეს სირცხვილია, მაგრამ დიპლომი რომ არ ჰქონდეს, მაგრამ თან ბრძოლები რო ჰქონდეს გამოვლილი ამ საზოგადოებაში ფუნდამენტური ცვლილებების მოტანისთვის, რაღაც ღირებულებების ფესვის გადგმისთვის,
თავი რო ქონოდა გადადებული, არავინ მის დიპლომს არ გაიხსენებდა, ხო? მაგრამ ესეთი წარსული მას არ ქონია სამარცხვინო საქართველოს პრეზიდენტად წოდებულ კაცს. არ მინდა რა რომ გამექცეს ლაწვაგინებაზე ჩემი ცხენი, ამიტომ დაუბრუნდეთ ამ საქმეს. მოკლედ, ციტატები შეგიძლიათ ნახოთ თქვენ. ეს კაცი ნელ-ნელა გახდა ამავდროულად ძალიან მცოდნე აი ამ ანტირასისტული თეორიების, ანტიკოლონიური თეორიების, ვიეტნამის ისტორიის და მოკლედ აძლიერებდა ყველა პროგრესულ ძალას, რომელიც მაშინაც შეერთებულ შტატებში არსებობდა. და დიდი წვლილი შეიტანა მოკლედ სამოქალაქო უფლებებისა და ომის საწინააღმდეგო ბრძოლაში ბატონმა მუჰამედ ალიმ და ამიტომ იგი უყვარდათ არა მხოლოდ როგორც სპორტსმენი და ბევრი სპორტსმენი ყოფილა მანამდეც და მის შემდეგაც, რომელსაც შეიძლება მასთან მიახლოებული შედეგები ჰქონია და ბევრი დიდი მოღვაწე ყოფილა ჩვენს ირგვლივ, რომლებიც თავის დარგში იყვნენ კორიფეები, მაგრამ იყვნენ ნოლი, პუბლიკი იყვნენ ისინი საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში და აი მუჰამედ ალის გამოარჩევდა ეს, რომ იგი მზად იყო თავისი კარიერა, თავისი თავისუფლება გვერდით გადაედო, დაეთმო ყველაფერი, მხოლოდ იმისთვის, რომ გაეტანა ის, რაც მას კონკრეტული ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის სასარგებლოდ მიაჩნდა. ასე რომ თუ ჩვენ სპორტსმენებს უნდათ, რომ ამ ქვეყანას გამოადგნენ, არ არის აუცილებელი, რომ კაბინეტებში ისხდნენ, კომიტეტის თავმჯდომარეები ერქვათ, პრეზიდენტები იყვნენ, დადიოდნენ თვითმფრინავით აქეთ-იქით და ასე შემდეგ. თანამდებობის გარეშე, თავგანწირვით, საკუთარი თავის გადადებით, პირადი სიკეთის, საჯარო სიკეთისთვის შეწირვითაც შეუძლიათ პოლიტიკაში მონაწილეობა, რისი მაგალითიც ბატონი მუჰამედ ალი გახლდათ. მუჰამედ ალის მაგალითი განვიხილეთ, ხო, როდესაც სპორტსმენი თან სამოქალაქო აქტივისტია, თან კონკრეტულ ღირებულებებს იცავს და ასე წარმოადგენს საკუთარ თავს პოლიტიკურ პროცესში. მოდით ახლა შეერთებული შტატებიდან გადმოვინაცვლოთ გერმანიაში და განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი პოლიტიკასა და სპორტს შორის ურთიერთობისა და აი ამ ორ დარგს შორის ადამიანების გადაადგილებისა. ნუ თუ გადავხედავთ ახლა გერმანიის წარსულს, ჰიტლერს არაფრით არ ჩამორჩნენ GDR-ის წარმომადგენლები, ხო, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლები. გულისხმობ აი სპორტული ღონისძიებების და სპორტული ფიგურების პოლიტიკური მიზნების გამოყენებას. აი მაგალითად ერიკ ჰონეკერს ჰქონდა, ერიკ ჰონეკერი გახლდათ აღმოსავლეთ გერმანიის ლიდერი, ჰქონდა ასეთი განზრახვა, სურვილი, რომ ოლიმპიადებზე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკას ყოფილიყო სერიოზულად წარმოდგენილი ოლიმპიადებზე გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას უფრო მეტი მედალი აეღო ვიდრე დასავლეთ გერმანიას და ამას ახერხებდა ხოლმე იმით, რომ ძალიან დიდ თანხას დებდა ყველაზე, ასე ვთქვათ, არც თუ ისე პოპულარული სპორტის სახეობების განვითარებაში. მოკლედ, აბანდებდა ბერფულს რაღაც ბადროს ტყორცნაში, ისრის ტყორცნაში, რიგტაფელაში, დახუჭოგანაში და ასე შემდეგ, რომ ოლიმპიადაზე მეტი მედალი ჩაწერილიყო GDR-ის გრაფაში და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა მოწინავე ქვეყანა ყოფილიყო და 70-იან წლებში მართლაც უნიკალური შედეგები აჩვენა გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და ასე ვთქვათ, შეერთებულ შტატებს და რუსეთს, ანუ საბჭოთა კავშირსაც კი არ უდებდა ტოლს, იმდენად ბევრი სპორტსმენი ყავდა აღმოსავლეთ გერმანიას გაგზავნილი ოლიმპიადაზე და რა თქმა უნდა ცდილობდნენ, რომ ამ სპორტსმენებს შორის ყველაზე მომხიბვლელი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე მშვენიერი, ყველაზე წარმატებული შეერჩიათ იმისთვის, რომ იგი ყოფილიყო სოციალისტური სპორტის სახე. და მაგალითად გახლდათ მართლა ულამაზესი, მე ძალიან მომწონს ულამაზესი ქალი გოგონა საერთოდ მაშინ რაღაც 16 წლისა იყო გონი, რომ დაიწყო აი ამ სპორტში გამოსვლა. ეს არის
ფიგურული სრიალის სპეციალისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ორგზის კატარინა ვიტი, რომელიც იყო პარტიის რჩეული. კატარინა ვიტი გამოჰყავდათ ასე ვთქვათ პარტიულ ღონისძიებებზე, იგი სიტყვას ამბობდა ხოლმე გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიის ყრილობაზე და მართლაც ძალიან მაგარი მოსრიალე იყო ყინულზე. მთელი მსოფლიო აღიარებდა, აღფრთოვანებული იყო მისი პერფორმანსებით და ამ დროს იგი მეორე დღეს შეიძლება აი ამ გენიალური პერფორმანსის შემდეგ, სადაც ადამიანის წრებლები მოდიოდათ ხოლმე, მეორე დღეს დამდგარიყო ერიკ და მარგოთ ხონეკერების გვერდით და ყოფილიყო აი ამ შტაზის და უბედურების ერთ-ერთი აპოლოგეტი. შემდეგ მან რა თქმა უნდა მოინანია და თქვა რომ ახალგაზრდა ვიყავიო და სიცოცხლის ბოლომდე ტრამპად გამყვება ის რომ პარტია ჩემს ფიგურას, ჩემს სხეულს, ჩემს გარეგნობას, ჩემს ოლიმპიურ მიღწევებს იყენებდა იმისთვის რომ მთელი მსოფლიოსთვის ეთქვა რომ აი სოციალიზმში როგორი გოგოები ზრდებიან, როგორი მომხიბვლელები და წარმატებულები არიან ისინიო. მოკლედ დიდი ტრადიცია იყო აღმოსავლეთ გერმანიაში სპორტსმენების პოლიტიკაში ჩართვის და გამოყენებისა. სხვადასხვა პარტიულ ყრილობებზე აჯილდოვებდნენ მას და ზეიმობდნენ მასთან ერთად ასე ვთქვათ სხვადასხვა აღმოსავლეთ გერმანულ დღესასწაულებს. მოკლედ ავტორიტარული რეჟიმები, მათ შორის გერმანიაშიც, ვთქვათ, ცდილობდნენ რომ როგორმე პატარა გოგონა, მისი წარმატება და მიღწევა თავის პოლიტიკურ ქულებად ეთარგმნათ პარტიულ ლიდერებს. აი ამას ცდილობდნენ ხოლმე ძალიან ხშირად და საქართველოშიც ესეა, ხო? ახლა ქუჩა კვარაცხელიაზე რო არიან ჩაფრენილები იმისთვის, რომ ამ პატარა ბიჭის, რომელიც როგორც ჩანს ბევრ რამეში ვერ ერკვევა და იცი ასაკიდან გამომდინარე ეს ნორმალურია, გულისხმობს საზოგადოებრივ პოლიტიკურ საკითხებს, თორემ თავის საქმეში ფენომენალური ნიჭის პატრონია, ხო, აი ჩაფრენილები არიან, რომ აი ამ ბიჭის წარმატება მამის, ბიძის, აფერისტი აგენტის გავლით გადათარგმნოს საკუთარ პოლიტიკურ უპირატესობად. ეს უსინდისობა და ნამუს გადაეცხილება, ხო? მაგრამ რაც შეეხება თანამედროვე გერმანიას, თანამედროვე გერმანიაშიც კი სპორტსმენები პოლიტიკაში მონაწილეობენ. მაგრამ მათი მონაწილეობა მეტწილად არის ძალიან სიმბოლური. რას გულისხმობ? ეხლა მაგალითად გერმანიაში თქვენ იცით რომ ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევს არა ხალხი, ირჩევს არა პარლამენტი, არამედ ირჩევს ფედერალური კრება. ამ ფედერალური კრების შემადგენლობაში შედის ყველა პარლამენტარი და ამ ფედერალური კრების შემადგენლობაში ასევე შედიან რეგიონებიდან გამოგზავნილი ადამიანები. სხვადასხვა რეგიონში, მხარეში, რომელი პარტიაც არის ხელისუფლების სათავეში, მას თავისი, ასე ვთქვათ, ამორჩევლების რაოდენობის პროპორციული ხმოსნების გაგზავნა შეუძლია ფედერალურ კრებაში. ანუ თქვათ, პირობითად ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა თუ ბავარიაში აიღო 40%, ფედერალურ კრებაში რამდენი კაციც უნდა ყავდეს ბავარიას, იმისი 40% უნდა დანიშნოს და გააგზავნოს ქრისტიან სოციალურმა კავშირმა და ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა, მათმა ალიანსმა. და ნახეთ რა ხდება, როდესაც ფედერალური კრება ერთჯერადად იკრიბება, მისი ერთადერთი მიზანია რომ პრეზიდენტი აირჩიოს, პარლამენტარები ისედაც მისი წევრები არიან და პარტიებს აქვს შესაძლებლობა რომ რეგიონების სახელით ამ კრებაში გაუშვან არა მხოლოდ პარტიული აქტივისტები, არა მხოლოდ რეგიონალური პარლამენტის წევრები ან რეგიონალური მთავრობის წევრები, არამედ რომ იყოს უზრუნველყოფილი წარმომადგენლობითობა, მათ აქვთ უფლება და შესაძლებლობა რომ თავიანთი კვოტით ფედერალურ კრებაში გაუშვან გავლენიანი ადამიანები და საზოგადოებას დაანახონ, რომ შეიძლება თქვენ უშუალოდ პირდაპირ არ ირჩევთ პრეზიდენტს, მაგრამ თქვენი საზოგადოების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან ჩართულნი პოლიტიკურ პროცესში და ისინი ირჩევენ პრეზიდენტს, ასე ვთქვათ, აი ამ ფედერალური კრების გავლენით. აი მაგალითად მე მახსენდება რომ ერთხელ გენიალური, განუმეორებელი, არაჩვეულებრივი ზეაწეული, სწორუპოვარი
ჰანსი ფლიკი გახლდათ ბაიერნის ყოფილი მწვრთნელი და ბარსელონას გადამრჩენელი. ჰანსი ფლიკი გახლდათ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან, აი ამ ფედერალური კრების წევრი და მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტის არჩევის პროცესში. რა ვიცი, მე მახსენდება თქვათ ლეონ გორეცკა, რომელიც სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაუშვა ფედერალურ კრებაში, რათა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი აერჩიათ გერმანიის პრეზიდენტად. და ასე შემდეგ, მოკლედ, როდესაც წარმომადგენლობითობა უზრუნველსაყოფი, როდესაც ხაზი უნდა გაეცვალოს იმას, რომ საზოგადოება მრავალფეროვანია, როდესაც ჩდება შესაძლებლობა, რომ ყველა პროფესიის წარმომადგენელი სიმბოლურად ჩართული იყოს პოლიტიკურ პროცესში, აი გერმანიაში აღებენ ხოლმე ამ ფანჯარას თუ ამ კარებს და ფედერალური კრების საშუალებით სპორტსმენებიც მონაწილეობენ თქვათ ქვეყნის ნომერ პირველი პირის არჩევის მიმდინარეობაში. რაც შეეხება აქტიურ პოლიტიკას, აქტიურ პოლიტიკაშიც არიან პოლიტიკოსები, სპორტსმენები ჩართულნი, მაგრამ მათი რაოდენობა არ არის ძალიან ბევრი, თქვათ გერმანიის ბუნდესტაგი 650 წევრისგან შედგება და თითზე ჩამოსაცვლელია იქ სპორტსმენთა რაოდენობა და ძალიან ცოტანი არიან მოკლედ წარმოდგენილი. ვინც არიან თქვათ სპორტსმენთა მხრიდან პარლამენტში შესულნი, რა თქმა უნდა, მათ აქვთ არა მხოლოდ სპორტული გამოცდილება თავიანთი ცხოვრების განმავლობაში, არამედ საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად დახარჯვის წვის, აი რომ იწვიან ამ საქმეში, აი ამისი გამოცდილებაც აქვთ. აი მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ფრანკ ურლიხი, ბიატლონისტი, რომელიც წინა 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში დაუპირისპირდა ბატონ ჰანს გეორგ მაასენს. ჰანს გეორგ მაასენი გახლდათ გერმანიის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, კონსტიტუციის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, გააკეთა რამდენიმე რბილად რომ ვთქვათ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული განცხადება. იგი იქცა ასე ვთქვათ ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ულტრამემარჯვენე სცენაზე ერთი პერიოდით და მთავარი გასახილველი თემა იყო ეს კაცი თავისი შეხედულებებით მიგრანტების მიმართ, თავიანთი დამოკიდებულებებით რასობრივი საკითხის მიმართ და ასე შემდეგ, თავისი ულტრაკონსერვატიული პოზიციით ძალიან ბევრ სკანდალს იწვევდა ხოლმე გერმანულ საზოგადოებაში და სწორედ ფრანკ ურლიხი აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც მას დაუპირისპირდა არა როგორც ყოფილი ბიატლონისტი, არამედ ადამიანი, რომელიც გამოხატავდა თავისი ცხოვრების წესით და განვლილი გზით ყველაფერ იმის საწინააღმდეგოს, რის დასაცავად პოლიტიკურ პროცესებში რის დასაცავად პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთო სწორედ აი ეს ჰანს გეორგ მაასენი. ანუ ის კონკრეტულ ღირებულებებს, სოციალ-დემოკრატიულ ღირებულებებს წარმოადგენდა და ამ ღირებულებების დროშით ჩაერთო ამ პოლიტიკურ ბრძოლაში და არა რაღაც თავისი პერსონის და ეგომანიაკობის გამო და საკუთარი სამსახური რო არ ქონდა რო ეშოვა სამსახური იმის გამო. მოკლედ სერიოზული მიზეზებით ერთვებიან თქვათ გერმანიაში პოლიტიკოსები, სპორტსმენები პოლიტიკაში. და რაც მთავარია და რაც აუცილებლად ხაზგასასმელია, გახლავთ ის, რომ ბატონი ურლიხი მანამდე კომუნალურ პოლიტიკაშიც მონაწილეობდა. ანუ გიჟი ქორწილში შევიდა, ჩემს სახში ყოფნა აქ ამ სუფრაზე ყოფნა ჯობია, ეგრე კი არ არის. ან გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიხქოდა, რა მოხონდა. არა, მანამდე კომუნალურ პოლიტიკაში მონაწილეობდა, ჩართული იყო პროცესებში, ლანდტაგის არჩევნებშიც მანამდე მონაწილეობდა და მხოლოდ აი ამ გამოცდილების შემდეგ დაადგა იგი პოლიტიკის უმაღლესი საფეხურის გზას. მაშინდელმე გაიარა კომუნალური პოლიტიკის საფეხური, გაიარა ლანდტაგის საფეხური და შემდეგ გადავიდა ბუნდესტაგის დონეზე. ანუ ნახეთ რისი თქმა მინდა, რა თქმა უნდა პოლიტიკოსები ხდებიან
სპორტსმენები ხდებიან პოლიტიკის ნაწილი, სპორტსმენები მონაწილეობენ პოლიტიკაში, სპორტსმენები ხდებიან დეპუტატები, უბრალოდ მათ უმაგრებთ ზურგს ხოლმე ჯერ ერთი პოლიტიკური გამოცდილება და პოლიტიკური კარიერა და მეორეც უმაგრებთ მათ ზურგს კონკრეტული ღირებულებების სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი და კონკრეტული ღირებულებების სასარგებლოდ გამოხატული ძალიან მკაცრი სამოქალაქო პოზიცია. მე სულ ვამბობ ხოლმე, ხო? ადამიანი, რომელიც მონაწილეობს საზოგადოებრივ პოლიტიკურ კონფლიქტში გულისხმობ მე ინტელექტუალურ კონფლიქტს, დისპუტს, სხვადასხვაობას ღირებულებების ჭრას, თუ მონაწილეობს ესეთ კონფლიქტში და რომელიმე მხარეს საკუთარ პოზიციას თანმიმდევრულად იცავს ხოლმე, მაშინ აღარ აქვს მნიშვნელობა ის სპორტსმენია, გაუნათლებელს აქვს მნიშვნელობა, აღარ აქვს მნიშვნელობა სპორტსმენია, ის არის უმშევარია, სადმე აქ ლაბორატორიაში ყოფნის გამოცდილება თუ არა. თუ პოლიტიკურ ბრძოლებში მონაწილეობს, თუ ღირებულებებს იცავს, თუ რომელიმე მხარეს დამდგარა შეგდებულად და თავისი არჩევანი საჯაროდ ადამიანებთან კომუნიკაციის კვალდაკვალ დაუცავს, მაშინ ის პოლიტიკოსია. მას აქვს უფლება პოლიტიკაში მონაწილეობას. და ასევე ამოგდებული რომ შედიხარ პარლამენტში და იქ სიხარ და სკამებს ხუნავ, ზოგიერთი ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონის არ იყოს, ეს არასერიოზული და სასაცილო და ძალიან დაბალი დონის ქმედება. ასე რომ აი გერმანული მაგალითიც. მოდით ახლა კიდევ უფრო აღმოსავლეთით გადავინაცვლოთ. მეგობრებო, სპორტსმენთა პოლიტიკაში მონაწილეობის ტრადიციები ჩვენ განვიხილეთ შეერთებული შტატებისა და გერმანიის მაგალითზე. ნახეთ შეერთებული შტატების შემთხვევა, როდესაც სპორტსმენები პოლიტიკაში არ ერთვებიან თანამდებობის დასაკავებლად, მიდიან პოლიტიკაში, რათა საკუთარ მწამს მისცენ გასაქანი და სხვებს სიკეთე მოუტანონ, საჯარო სიკეთე შექმნან. ნახეთ თქვათ გერმანიის ფენომენი, როდესაც დიქტატურის დროს ცალკეულ სპორტსმენებს იყენებდნენ საკუთარი რეჟიმის სახეთ და საკუთარი სისხლიანი სისტემის შესალამაზებლად და ნახეთ თანამედროვე გერმანიის ფენომენი, როდესაც სპორტსმენები ან პოლიტიკური კარიერის გაკეთების შემდეგ, საზოგადოებრივ პოლიტიკურ კონფლიქტებში საკუთარი პოზიციის დაცვის შემდეგ მიდიან ხოლმე პარლამენტებში და სხვადასხვა წარმომადგენლობით ორგანოში და ნახეთ, ასე ვთქვათ, ერთგვარი პრეცედენტი, როდესაც სპორტსმენები წარმომადგენლობით ორგანოში წარიგზავნებიან ხოლმე იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ერთიანობის შეგრძნება გააღვივონ ამა თუ იმ სახელმწიფოს შიგნით. მოდით ახლა უფრო ჩვენთვის ნაცნობ და საინტერესო ფენომენებს შევეხოთ და დავბრუნდეთ საშინელ 90-იან წლებში, 80-90-იან წლებში და დავაკვირდეთ პოსტსაბჭოთა რუსეთს. პოსტსაბჭოთა რუსეთში პირველ წლებში, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთის პოლიტიკურ ასპარეზზე, საზოგადოებრივ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ერთი ძალიან უჩვეულო და უცნაური ადამიანი თავისი ავკარგით. უამრავი საშინელი თვისებაც ჰქონდა და უამრავი საინტერესო მახასიათებლებიც გამოარჩევდა მას. არც მეტი, არც ნაკლები იგი გახლდათ ზესტაფონელი. ზესტაფონში დაბადებული, გაზრდილი კაცი, რომელიც უკვე სკოლის დასრულების პერიოდში გადავიდა მოსკოვში საცხოვრებლად, მამამის გაყვა, მამამისი თვალშუცდები რკინიგზაში მუშაობდა. საუბარი ეხება ოთარ ვიტალისძე კვანტრიშვილს. წინა თაობებს ამ ადამიანის შესახებ კარგად მოეხსენებათ, ჩემმა თაობამ კი ფაქტობრივად არაფერი არ იცის ოთარ კვანტრიშვილის შესახებ. ოთარ კვანტრიშვილი გახლდათ ადამიანი, რომელმაც თავისი კარიერა ერთდროულად დაუკავშირა სპორტსა და კრიმინალს. ერთის მხრივ იგი გახლდათ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, კლასიკური მოჭიდავე გახლდათ,
ძალიან წარმატებული, გარკვეული შედეგებიც ჰქონდა, საკავშირო ჩემპიონატებზეც გამოდიოდა, მოგვიანებით იგი ჩამოყალიბდა ძალიან კარგ დამსახურებულ მწვრთნელად. ბერძნულ რომაული ჭიდაობისა ნამდვილი ოსტატი გახლდათ ამ მიმართულებით. მაგრამ სპორტი არ ყოფილა მისი ცხოვრების თანამგზავრი მხოლოდ სპორტი არ ყოფილა, სხვა საქმეებშიც იყო ჩართული, ჯერ 18 წლისაც არ იყო თუ არ ვცდები, რომ იგი ძალადობის გამო და ძალადობრივ დანაშაულში მონაწილეობის გამო გაასამართლეს და ჩააგდეს ციხეში. იქ ციხეში მალევე მოიპოვა ავტორიტეტი თავის საკნელებს შორის, კოლონიაშიც ავტორიტეტი მოიპოვა და საკმაოდ გავლენიან პირად ჩამოყალიბდა ციხეში. მოკლედ და კონკრეტულად რო ვთქვათ, იგი ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროს დაუკავშირდა, უშუალოდ ქურდად არ იწოდებოდა, მას ძმა ყავდა ქურდი, ამირანი, კანონიერი ქურდი, თავად ზოგიერთი წყარო ქურდად მოიხსენიებს, ზოგიერთი არა, შეიძლება მის ქურდულ კარიერას ხელი შეუშალა იმან, რომ ერთხელ ყური მოაჭამა თავის გვერდით მყოფ პირს, დაპატიმრებულ პირს, თავი გიჟად მოაჩვენა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მერე გაათავისუფლეს და აი ამ მანიპულაციით დააღწია მან თავი საპატიმროს, ხო? მოკლედ, სპორტით დაიწყო ზესტაფონელმა ბიჭმა მოსკოვში და შემდეგ თან დაუკავშირდა კრიმინალურ სამყაროს და ციხეშიც გაატარა გარკვეული პერიოდი. და საკუთარ ძმასთან ერთად გახდა კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტი. თვითონ თუ არა, მისი ძმა ქურდი იყო მეთქი, როგორც მოგახსენეთ. მაგრამ აი აქედან იწყება ყველაზე საინტერესო. ეს უკვე აღარ არის ის ძველი პერიოდი, როდესაც ეს ქურდობა ითვლება რაღაც დისიდენტობად, წინააღმდეგობად რეჟიმის მიმართ და თუ პარტიაში არ გინდა, ამიტომ კრიმინალური ავტორიტეტი უნდა გახდე, როდესაც ქურდის მისამართი არის საბჭოთა კავშირი, როცა ქურდს ცოლი არ ყავს და შვილი არ ყავს და ცხოვრობს მხოლოდ თავისი აი ამ წესების შესაბამისად და ასე შემდეგ. პირიქით უკვე ქურდები თავიანთ საქმიანობაში არიან ჩართულნი და ოთარ კვანტრიშვილმა, მისმა ძმამ საქმიანობა დაიწყეს ძალიან დაბალი საფეხურიდან. ანუ გამდიდრებისთვის ზრუნვა დაიწყეს ძალიან დაბალი საფეხურიდან. მაგალითად, არალეგალურად კარტის თამაში. ამ კარტის თამაშის დროს ასე ვთქვათ, ფსონების დადება, ეგრეთ წოდებული მაზიანები. მოკლედ რომ ვთქვათ, თავიდან ისინი იყვნენ კარტოშნიკები და მოსკოვის რამდენიმე უბანში აკონტროლებდნენ ამ კარტოშნიკების სქემას და ფულზე კარტის თამაშის სისტემა ჰქონდათ აწყობილი. მაგრამ ამან მათ სახელი მოუტანა, გავლენა მოუტანა აი ამ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თავიანთი უბნების ცხოვრებაში, ფულიც მოუტანა, მაგრამ ეს როგორც ჩანს საკმარისი არ აღმოჩნდა და ნელ-ნელა ამირანი და ბატონი ატარი კვანდრიშვილი იწყებენ თავიანთი საქმიანობის გაფართოვებას და ძირითადად ამ კარტოშნიკობის შემდეგაც დაკავებული არიან შედარებით უფრო წვრილმანი ბიზნეს საქმიანობებით. დღეს ბიზნეს ეძახიან, მაშინ სპეკულაცია იყო და მაინურობა იყო. მაგალითად, თქვენი ცით ცნობილი ეს მაღაზიათა ქსელი საბჭოთა კავშირში, სადაც შეიძლებოდა უცხოური საქონლის ყიდვა, ეს გახლდათ მაღაზია ბირიოსკა. აი ამ ბირიოსკადან გამოქონდათ დასაცმელები ჩუმად ვიღაც ზანგის სტუდენტების დახმარებით, ან არაბის სტუდენტების დახმარებით, იმათ იაფად აწაფნიდნენ ამ საქონელს, თვითონ ძვირად ყიდდნენ და ასე შემდეგ. რაღაცა იტალიური დასაცვლის პატარა ცეხი ჰქონდათ და იმას ყიდდნენ. მერე ნახეთ ძალიან მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, მოგეხსენებათ უკვე 90-იანი წლების დასაწყისში.
მანამდე მათ დააგროვეს ეს ფული, გავლენა, კარტოშნიკობით, ამემითი რა ქვია, ბიროსკას კონტრაბანდით და იტალიური ტანსაცმლის ყიდვით, გადაყიდვა გადმოყიდვით, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა უმძიმესი ვითარება რუსეთში, ადამიანები გაღარიბდნენ, დაიწყო ეგრეთ წოდებული პრიხვატიზაციის, ანუ დატაცების პროცესი, უამრავ ადამიანს შეიძლება სახში ფული ჰქონოდა, მაგრამ ისი დახარჯვის ეშინოდა, იმიტომ რომ დაიწყო თარეში ამ კრიმინალური ავტორიტეტებისა და რა თქმა უნდა 90-იან წლებს ასევე ახასიათებდა დეპრივაცია, ადამიანები, განსაკუთრებით კი სპორტსმენები დარჩნენ სამსახურის გარეშეც, შესაძლებლობების გარეშეც, სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშეც, შიერი, მწყურვალი, წარმოიდგინე ხარ ოლიმპიური ჩემპიონი, ხარ უცნობილი ადამიანი, ბევრი რამე გაკიკეთებია, შეგიძლია ძალაც გერჩის და უცებ არაფერს არ წარმოადგენ და კარგი ვერ მიგაქვს სახში, რომ რაღაც საჭმელი ჰქონდეს შენ შვილებს, ხო? ანუ ნახეთ, აი ამ ვითარებას კარგად ჩაავლო ბატონმა ოთარ კვანტრიშვილმა და ნელ-ნელა დაიწყო სპორტსმენების და ყოფილი სპორტსმენების ირგვლივ შემოკრება. მისი ეს კარტოშნიკობა, განაყიდველობა, კონტრაბანდა და ასე შემდეგ ეს ბიზნესი მაინც მუშაობდა, რაც არ უნდა ხდებოდეს გარეთ და ინგრეოდეს ქვეყანა, აზარტული თამაში, ლუდომანია ყოველთვის მუშაობს, ტანსაცმელი მაინც ყოველთვის ყველა სჭირდება, რომ ჩაიცვას და ასე შემდეგ, ხო, მუშტარი ყავდა ამ საქონელს ყოველთვის და ამომსახურებას ყოველთვის. ასე რომ ბატონ ოთარს ფული არ უჭირდა, მაგრამ უკვე უნდა უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობა სურდა. ამიტომ აი ამ სოციალურ ვითარებას კარგად დააკვირდა, კარგად გაანალიზა, ნახა უდიდესი სიღარიბე, ნახა შესაძლებლობა, რომ იაფად შეიძლება ქონება ჩაიგდო ხელში და ნახა, რომ უამრავი სპორტსმენი არის სამსახურის გარეშე დარჩენილი. ამიტომ შექმნა ესეთი რაზმები ამ სპორტსმენებისგან, უმუშევრად დარჩენილი სპორტსმენებისგან, მათ ავარჯიშებდა, დაკუნთული იყვნენ, კარგად იყვნენ, შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა, ბიტები დაურიგა, სხვა იარაღები დაურიგა, ისეთი არა ცეცხლს ასროლი, არამედ ცივი იარაღები დაურიგა, აღჭურვა ისინი და მოკლედ ნელ-ნელა მოსკოვში ოთარ კვანტრიშვილმა დაიწყო ყოფილ სპორტსმენთა რაზმების ჩამოყალიბება და იქცა მათ მეთაურად, საველე მეთაურად. რა შეჭირდებოდა მეგობრებო ეს სპორტსმენთა რაზმები ბატონ ოთარ კვანტრიშვილს. მოგეხსენებათ, რომ მაშინ ადამიანებს იყიდულობდნენ, ძალიან იაფად ქონებას, ხელში იგდებენ სახელმწიფო საკუთრებას, მაგრამ როგორც კი რაიმე სახელმწიფო საკუთრებას ჩაიგდებ ხელში, ეგრევე ჩნდება შეზღერდით ქუჩის შპანა, ჩნდებიან სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფებები და გეუბნებიან, რომ აბა შენი მოგებიდან წილი დადე ჩემს სასარგებლოდ. შენ რომ მუშაობ აქ, შენი ბიზნესის ნახევარი ჩემზე გადმოაბორე. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, დაიწყო 90-იან წლების დასაწყისში ამ სიღარიბისა და უბედურების ფონზე ჩვეულებრივი რეკეტი. და ამ რეკეტის გამო ძალიან დიდ თანხას ითხოვდნენ ცალკეული ბანდები, აი ამ ახლად აღმოცენებული წამოჩიტული ბიზნესმენებიდან. პოლიცია დემორალიზებულია, მილიცია ქვია თუ პოლიცია გარკვეული არ არის, სახელმწიფოს ავტორიტეტი არ აქვს, საბჭოთა კავშირი დაიშალა, რაღაც ახალი შეიქმნა თუ არა, კაცმა არ იცის, ძალიან გაურკვეველი ვითარება, შესაბამისად ადამიანებს მოულოდნელად ხელში ჩაგდებული ის კერძო საკუთრების დასაცავად ფაქტობრივად მშველელი არავინ არ ჰყავდათ, გვერდით მდგომელი არავინ არ ჰყავდათ. და სწორედ ოთარ ვითალიჩი თავისი სპორტსმენთა რაზმებით გამოჩნდა ესეთ გაჭირვებულ ხალხთან, რომელთაც კერძო საკუთრება შეიძინეს, მაგრამ ვერ ამუშავებენ, იმიტომ რომ 50%-იან, 60%-იან წილში უჯდებიან სრულიად გაუგებარი ადამიანები და ოთარ ვითალიჩი ასეთ გარიგებას თავაზობდა მოსკოველ ბიზნესმენებს, რომ მხოლოდ 20%-ს ვითხოვთ თქვენგან.
თქვენი მოგების 20%, თქვენი ბიზნესის 20% დამითმეთმე და აი ამ ჩემი სპორტსმენთა რაზმებით და ჩემი როგორც კრიმინალური ავტორიტეტის, ჩემი ძმა ამირანის, როგორც ქურდის სახელით შევეცდები რომ დაგვიცვათ და თქვენს ბიზნესს, თქვენს მეურნეობას გაუფრთხილდე. ანუ ნახეთ ეს სპორტსმენები და კრიმინალური ავტორიტეტი თავისი ეს ქურდულ სამყაროსთან თავისი კავშირები და ერთმანეთთან შეაჯერა და ამის საფუძველზე მოახერხა რომ უკვე ეკონომიკურ ველზე დაეპყრო სხვადასხვა სიმაღლეები. თავიდან რა თქმა უნდა დაიწყო ძალიან დაბალი დონის საქმიანობების ხელში ჩაგდება რაღაცა ტუალეტების ბიზნესი მოსკოვში. ეხლა შეიძლება სასაცილოდ გეჩვენებათ, მაგრამ რა ვიცი 10 მილიონიანი მაშინ იქნებოდა ალბათ 10 მილიონიანი ქალაქში რომ ყველა ტუალეტში და ყველა ტუალეტში ჩაგდებული 10 კაპიკიდან 2 კაპიკი შენია, ეს რაღაცას ნიშნავს უკვე, ხო? ტუალეტების ბიზნესში იყო მოკლედ ძალიან აქტიურად ჩართული ბატონი ატარი კვანტრიშვილი. შემდეგ უკვე ეს თავისი კარტოშნიკობა აქციესა ძმებმა, ნამდვილ ბიზნესმა და შექმნეს ეს კაზინოები, სამორინეები, ტოტალიზატორები. ამას დაემატა ნელ-ნელა, როცა ნახეს რომ ეს სპორტსმენების ქურდების ალიანსი კარგად იცავს ზოგიერთ ბიზნესს, მაშინ გაუვარდა ბატონ ოთარ კვანტრიშვილის სახელი თელს მოსკოვში და უკვე სხვადასხვა დარგები ცდილობდნენ რომ ოთარის კალთის ქვეშ, ფრთის ქვეშ აღმოჩენილიყვნენ და მზად იყვნენ რომ მის სასარგებლოდ მეტი და მეტი წილი ბიზნესისა გადაედოთ. ამიტომ როგორც მოგახსენეთ, გავრცელდა მომსახურების სფერო, მაღაზიები, სასტუმროები გაუჩნდათ თავისი და უკვე ნელ-ნელა ბატონმა ოთარმა ასე ვთქვათ, გადაინაცვლა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე, კერძოდ კი ალკოჰოლის ბიზნესი, მოგეხსენებათ ხა რუსეთში ხალხი რო ავატყოფი იბადება და ალკოჰოლის ბაზარს რა მნიშვნელობა ექნება. მე არ დამამიწყდება სხვათა შორის სიტყვა მოიტანა, კითხულობდი პირველი ნაწილი წავიკითხე ბორის ელცინის მოგონებების. ხო და ბორის ელცინი თავის მოგონებებში აღწერს თუ როგორ მონათლეს, ხალხო წარმოიდგინეთ. მისი მონათლეს როგორ რომ ესე იგი მღვდელს მისმა მშობლებმა მიუტანეს არაყი, ეს მღვდელი კარგად გამოტყვრა და როცა რიტუალს ატარებდა, თვალს დაავიწყდა წყალში ჩაგდებული შვილი. და იქ ბებიებს რო არ მოეღოთ ხმა, ჯერ არ იღებდნენ ხმას, ეთყობა მღვდელია და ასე აკეთებს და ასია საჭირო. კიდაღამ დაეხჩოთ მონათლის დროს რუსეთის პირველი პრეზიდენტი, იმიტომ რომ მღვდელი იყო გალეწილი თვრალი. აი ესეთი ქვეყანა რუსეთი და ბუნებრივია ასეთ ვითარებაში, როდესაც შენ აკონტროლებ ალკოჰოლის ბიზნესს, ხა გაქვს ძალიან მაღალი შემოსავლები, ძალიან მაღალი გავლენა და ასე შემდეგ. და როდესაც გამდიდრდა, როცა უბრალო კარტოშნიკობიდან მოსკოვის მთავარ რეკეტად გადაიქცა ბატონი ოთარ კვანტრიშვილი და შემდეგ დაიწყო ბიზნესის სხვადასხვა სფეროების დაპყრობა, დაიწყო გასვლა უფრო მაღალ და მაღალ საფეხურებზე ეკონომიკის. ბუნებრივია ბატონ ოთარ კვანტრიშვილს გაუჩნდა პოლიტიკური ამბიციებით. გასაგებია, მე ჩემი სპორტსმენებით, კრიმინალური ავტორიტეტით, ბიზნესის სხვადასხვა სფეროებს ვიპყრობ, მაგრამ ჭირდება ეგრეთ წოდებული კრიშა პოლიტიკურ ველზე. სხვათა შორის ზოგიერთი ჟურნალისტი იმასაც წერს, რომ სიტყვა კრიშა, როგორც ასე ვთქვათ, პოლიტიკური მფარველობის სიმბოლო, ბიზნესის პოლიტიკური მფარველობის სიმბოლო, პირველად ოთარ კვანტრიშვილმა გამოიყენა. რა ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ მოკლედ ოთარ კვანტრიშვილს მის ბიზნესს დაჭირდა კრიშა, მაგალითად, რომ დაბალი საბრძიზო გადასახადით გაეყიდა ალკოჰოლი. მერე პაპიროსის ბიზნესში ჩაერთო და ეს პაპიროსიც რო იაფად გაეყიდა, ესეც საჭირო იყო და ესეც აუცილებელი გახდა.
და მოკლედ ჭირდება რა სახელმწიფოსგან მხარდაჭერა პოლიტიკაში გავლენა და ბატონი ოთარი ძალიან ჭკვიანი კაცი გახლდათ ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა გააცნობიერა რომ რაღა იმათმა უნდა რაღაც სხვებს უნდა გადაუხადო ფული რაღაც სხვა პოლიტიკოსები უნდა რაღაც სხვა პოლიტიკოსები გადმოვიბირო თუმცა თავადაც შემიძლია პოლიტიკის კეთება და პოლიტიკურ პროცესში ჩართვა ანუ სხვას რატომ გადაუხადო ფული როცა მე შემიძლია იგივე საქმის გაკეთებაო და ნელ-ნელა მან ასე ვთქვათ დაიწყო პოლიტიკისკენ მოძრაობა და ამ პოლიტიკისკენ მოძრაობას დაუკავშირა თავისი კეთილშობილური ბუნებაც. კეთილშობილურში გულისხმობ ის რომ მაინც ახლა იმერელი კაცი სპორტსმენი კაცი აიც და შიშარა არ ყოფილა და ასე ვთქვათ რაღაც ღირსების საზომები გააჩნდა ამ კაცსაც როგორც ჩანს ესე ჩანს ჩემი როგორც დამკვირვებლის თვალით ხო ამიტომ თან საქმე თან კეთილშობილება ერთად და მან შექმნა გენიალური საბჭოთა სპორტსმენის ლევიაშინის სახელობის ფონდი და ამ ლევიაშინის სახელობის ფონდით ეხმარებოდა არა მხოლოდ თავის რაზმში ჩარიცხულ ყოფილ სპორტსმენებს, არამედ ხელს უმართავდა გაჭირვებულ სპორტსმენთა ოჯახებს, ატარებდა რაღაც ტურნირებს, აღჭურვავდა ხოლმე სხვადასხვა სპორტიულ დარბაზებს და ასე შემდეგ. დაიწყო თქვათ საქმიანობა როგორც მეცენატმა, რომ აი სოციალური კაპიტალი დაეგროვებინა, ატარებდა სხვადასხვა ღონისძიებებს, ტურნირებს, რომელთაც ხან ბორის ელცინი ესწრებოდა, ხან სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდა და მოკლედ აი ეს მეცენატობისკენაც გაიკვალა გზა კარტოშნიკობიდან, ყური რომ მოაჭალა საკანში თავის სამხანაკს, იქიდან მეცენატობამდეც მივიდა და ბოლოს თუ არ ვცდები 91 წელია რომ მან კრემლის კოლონადებიან დარბაზში გადაწყვიტა ჩაეტარებინა პარტია სპორტსმენი რასის ყრილობა და დაარსა პარტია სპორტული რუსეთი თუ რუსეთის სპორტსმენები ორივე სახელწოდებით მოიხსენიებენ მას და პოლიტიკურ ველზე შევიდა იგი გახლდათ აი ამ სპორტული რუსეთის ლიდერი აპირებდა დუმის არჩევნებში მონაწილეობას, ბევრი მას მიიჩნევდა რომ შესანიშნავი მინისტრი იქნებოდა, თუნდაც სპორტის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით და მოკლედ აფრები აუშვა და დაიძრა საპარლამენტო თანამდებობის მოპოვებისკენ, საპარლამენტო გავლენის მოპოვებისკენ და საერთო რუსული პოლიტიკური პარტიის მშენებლობისკენ. ამ საქმეშიც ძალიან წარმატებული იყო, თავიდან ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა, მაგრამ ჩამოჰკრა უბედურების ზარმა. ბატონი ოთარ ვიტალის ძე გაეხვა ერთგვარ სკანდალში მას ენამ გაუსწრო ჯერ დავიდანვე უნდა აღინიშნოს რომ რა თქმა უნდა ბევრი მტერი ჰყავდა ბევრი მოშურნე ჰყავდა როდესაც ჩვენ ყავს ბანდა ყოფილი სპორტსმენებისგან დაკომპლექტებული ამ ბანდით იცავ სხვადასხვა უბნებში სხვადასხვა ბიზნესს იწევს შეხლა შემოხლა კონკურენტებთან იწევს მასთან დაძაბულობა როდესაც ხარ რეკეტი და არეკეტებს სხვა ბიზნესს ბუნებრივია ეს იწევს მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის უკმაყოფილებას რა თქმა უნდა არსებობდა სხვა კრიმინალური ავტორიტეტებიც მაშინ მოსკოვში და მათთანაც შეხლა შემოხლა ჰქონდა ბატონ ატარი კვანტრიშვილს ჯერ ძმა მოუკლეს მერე მას ჰქონდა რაღაც სატელევიზიო გამოსვლა სადაც უხეშად მოიხსენია ფაქტობრივად მუქარი შემცველი ფრაზებით მოიხსენია რუშაილო
მაშინდელი ძალოვანი სუპერ მინისტრი თუ არ ვცდები, ხო, თუ მინისტრი იყო რუშაილო, მოიხსენია ძალიან უხარისშემცველი ფრაზებით პირდაპირ ეთერში. და იოსებ კობზონი, ეს ცნობილი მომღერალი, რომელიც იყო მეგობარი, ახლო მეგობარი ოტარი კვანტრიშვილის, მარტო სპორტსმენებში კი არ იყო ესე გამოსული, არამედ როცა დაწინაურდა ფული იშოვა, ესწრაფოდა, რომ კავშირი ქონოდა საზოგადოების მაღალ ფენებთან, მაღალ კულტურულ ფენებთან და იოსებ კობზონიც დაიმეგობრობდა. Рыгин вместе Шотару ставили, кто друзей себе не ищет, самому себе он враг. Я счастлив, что это люди мои друзья. Представляю слева направо. ბატონ კობზონმა გააფრთხილა ის, რომ ამ განცხადების შემდეგ შენ ცოტა წესიერად უნდა მოიქცე, ფრთხილად უნდა იყო ეს რა საშინელება თქვი, როგორ შეიძლება ძალოვან მინისტრს დაემუქრო, ამახო შეიძლება ბევრი ზიანი მოგიტანოსო. ეუბნებოდა ბატონი კობზონი ატარი კვანტრიშვილს და ახდა წინასწარმეტყველება ბატონი იოსებ კობზონისა და რაღაც ამგონი აბანოდან გამოდიოდა, როდესაც ჩაცხრილეს ბატონი ოთარი კვანტრიშვილი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სპეციალისტი და რეკეტი ორი, თავარი რეკეტი მოსკოვისა, ერთ-ერთი მთავარი მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი რეკეტი და მომავალში პოლიტიკოსიც. რატო მოვყევი ხა ახლა ისტორია? სხვათა შორის, მგონი მისი ერთ-ერთი შვილი თბილისში საქმიანობს და ბიზნესმენია. სხვათა შორის, მისი ერთ-ერთი შვილი მგონი თბილისში საქმიანობს და ბიზნესმენია, ისეთი შეძლებული და კაბაკი. მაგრამ რატო მოვყევი ეს ისტორია? ეს ისტორია მარტივი მიზეზის გამო მოვყევი, აი ესა ჩვეულებრივი პოსტსაბჭოთა ფენომენი. როდესაც სპორტსმენებს იყენებენ აგრესიულ ძალად, მოწინააღმდეგეთა შესავიწროვებლად და შემდეგ ამ სპორტსმენებით მათი კუნთმაგარი პოზიციით მიიწევენ ხოლმე პოლიტიკისკენ, რათა ამ სპორტსმენების ავტორიტეტის ხარჯზე ეგრეთ წოდებული კრიშა მოუპოვონ საკუთარ ბიზნესს და საკუთარ კომერციულ საქმიანობას. ჯერ საბჭოთა კავშირი დაშლილი არ იყო, როცა სპორტსმენები, გურდული სამყარო, კრიმინალური სამყარო და პოლიტიკა ერთად გამოვიდნენ ასპარეზზე და ამ სამივე დარგმა ერთმანეთზე გადახლართული ჯაჭვებით დაიწყო ადამიანების ნაწილის ჩაგვრა და უმცირესობის გამდიდრება. ასე რომ არაფერი ახალი საქართველოში არ ხდება, როდესაც სხვადასხვა კრიმინალურ ჯგუფებთან დაკავშირებული ხალხი ან ქალაქის მერადი ნიშნებიან, იმიტომ რომ თან სპორტსმენები არიან და რაღაც ავტორიტეტი აქვს, ხან პარლამენტში შეჯვიგინდებიან, ხან კი პრეზიდენტს უწოდებენ საკუთარ თავს, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში კალიგულას ცხენები არიან. რა თქმა უნდა, მეგობრებო, სპორტსმენთა პოლიტიკაში მონაწილეობის საფუძვლები ცოტა განსხვავებული არის ჩამორჩენილ ქვეყნებში. ახლა დედამიწის ზურგზე არიან ქვეყნები, რომელთაც განსაკუთრებული ფიგურები, განსაკუთრებული მოღვაწეები არ ყავთ. არ ყავთ, იმიტომ რომ არიან აი ამ დასავლური კოლონიალიზმის მსხვერპლი და ამ კოლონიალიზმის შედეგებს დღემდე იმკიან ხოლმე. აი მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ერთი უცნაური სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. გვინეის ყურის სანაპიროზე არის ესეთი ქვეყანა ლიბერია, საოცარი ისტორია აქვს ამ ქვეყნის შექმნას, რა თქმა უნდა, მას ტრადიციული აფრიკული ისტორია და წარსული აქვს და სხვა გარკვეული ტომები ამ ტერიტორიაზე ყოველთვის ცხოვრობდნენ და ყოველთვის სახლობდნენ, მაგრამ ეს ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნის
დასაწყისში, მაშინ, როდესაც რამდენიმე ამერიკულმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ზოგიერთი აფროამერიკელისთვის მიეცა შესაძლებლობა მშობლიურ კონტინენტს დაბრუნებოდნენ. ანუ არის მონობა, უბედურება შეერთებულ შტატებში და ზოგიერთ აფროამერიკელს მიეცა შესაძლებლობა, რომ ამ მონობას, უბედურებას ჩაგვრას გაექცეს და ისინი წამოვიდნენ შეერთებულ შტატებიდან, ჩავიდნენ თანამედროვე ლიბერიის ტერიტორიაზე, დაარსეს იქ გარკვეული პოლიტიკური სტრუქტურები, გადმოიტანეს შეერთებული შტატების ასე ვთქვათ, სისტემა, პოლიტიკური სისტემაც, დროშაც კი გადმოიტანეს უბრალოდ 50 ვარსკვლავის მაგივრად ერთი ვარსკვლავი აქ ლიბერიის დროშას და შეეცადნენ, რომ აფროამერიკელები, რომლებიც უკან დაბრუნდნენ აფრიკაში, მათთვის იდეალური სახელმწიფო ჩამოეყალიბებინათ აი ამ გვინეის ყურის სანაპიროზე, სადაც აი ეს ზანგები თავისუფალი იქნებოდნენ თავიანთ გადაწყვეტილებაში, ცხოვრებაში და არავინ მათ არ შეზღუდავდა. და რა თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ ეს რეჟიმების ტრანსპლანტაცია, გადმონერგვა ერთი პოლიტიკური სისტემიდან სრულიად განსხვავებულ გარემოში ხშირად წარუმატებლად მთავრდება ხოლმე. მართალია ლიბერიის საფუძვლები შექმნეს ამერიკიდან წამოსულმა ასე ვთქვათ შავკანიანებმა, ამერიკაში ნაცხოვრებმა შავკანიანებმა, მართალია ისინი მონობას გაექცნენ და უნდოდათ, რომ წესრიგი ჩამოეყალიბებინათ აი ამ საშინელი სისტემის მიღმა სადღაც შორს და იმ სისტემიდან საუკეთესო წამოიღოთ თავისთვის, მაგრამ ბასტა. არაფერი არ გამოვიდა, კოვზინაცაში ჩაუვარდათ და ნელ-ნელა ლიბერიის რესპუბლიკა ჩამოყალიბდა ტიპურ აფრიკულ სახელმწიფოდ. ბოლო 30 წლის განმავლობაში იქ, რა ვიცი, 10-ზე მეტი სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა, უამრავი გადატრიალება მოხდა, დემოკრატიას უჭირს, ეს ხან პოლკოვნიკები მართავენ, ხან პოლკოვნიკებთან დაახლოებული პირები. მოკლედ, უბედურება, საშინელება, არასტაბილურობა სუფევს აი ამ ქვეყანაში, არის დისფუნქციური სახელმწიფო და მაგრამ გამორჩეული ქვეყანა ლიბერია იმით, რომ ამ რესპუბლიკის შვილი გახლდათ ჯორჯ ვეა. 90-იანი წლები, ვისაც ახსოვს, 90-იანი წლების ფეხბურთი, ეს ვეა, მოგეხსენებათ, გამორჩეული ის იყო, რა ქვია, მოასპარეზე, რაღაცა ოქროს ბურთი თუ რომელიღაცა ისიც აქვს ჯილდოც აღებული, ოქროს ბურთი თუ რომელიღაც ჯილდოც აქვს აღებული, ეს არა დელო სპორტოს პრემია, იქ ფრანს ფუტბოლის აღიარება და ასე შემდეგ და მოკლედ ძალიან ისეთი მაღალი რანგის ფეხბურთელი გახლდათ ჯორჯ ვეა. დააბრუნდა თავის სამშობლოში, 2000-იან წლებში იყარა კენჭი, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა, უგეს მას არჩევნები, მაგრამ აი მე უკვე 2010-იან წლებში იყარა კენჭი და პირველი ქვეყანა ამ სოფლიოში დედამიწის ზურგზე აი ეს ლიბერია, არ შემდგარი, გაზვალტყავებული, გაუბედურებული, ამერიკიდან აფრიკაში დაბრუნებული მონების მიერ შექმნილი ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიც ფეხბურთელი იყო და სამწუხაროდ საქართველო აი ამ ქვეყნის ტრადიციას და აი ამ ქვეყნის ბედს იზიარებს. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანას არაფერი შესაგინებელი არ ჭირს, თავისი ტრაგედია ეყოფა, გასაგებია, რომ ამ ტრაგედიას აქვს თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზები და რა ანთროპოლოგიური, მაგრამ მაინც სამწუხაროა, რომ საქართველო თავისი ბედით და ფორმებით პოლიტიკური სისტემის არის დაკავშირებული აი ესეთ ქვეყნებთან. პრეზიდენტი, ფეხბურთელი არსად არავის არ ყოლია ლიბერიის გარდა. უბრალოდ აქ აღსანიშნავია ისიც, რომ ლიბერიის პრეზიდენტი, თქვენ ხართ ჩემი ბატონი, იყო კაი ფეხბურთელი, სერიოზული ფეხბურთელი და ესე იგი გრასჰოპერსის და იანგ ბოისის დონეზე არ იყო ჩაკირული, ცოტა შორს წავიდა. აი ჩვენ კიდევ საშუალოზე დაბალი რანგის ფეხბურთელი ყავს პრეზიდენტად და ეს უნდა ვიგლოვოთ, ეს არ უნდა დავივიწყოთ და ამის განცდაში უნდა ვიყოთ.
ძვირფასო მეგობრებო, რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ და რა სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები მოვიყვანოთ, ერთი რამ ფაქტია, პოსტკომუნისტურ სივრცეში, პოსტსაბჭოთა სივრცეში სამწუხაროდ სპორტსმენები საჭიროზე დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილი პოლიტიკაში და საჭიროზე მეტი გავლენა აქვთ. აქ მარტო საქართველო არ იგულისხმება და ჩვენი ეს ყაველაშვილი კალაძე და სხვა იდიოტები არ იგულისხმებიან იგივე ბედში, იგივე მდგომარეობაშია მაგალითად რუსეთიც. რუსეთშიც თქვათ მართველი პარტიები ცდილობენ რომ ფიგურული სრიალის სპეციალისტები და ტაეკვანდოისტები შეიყვანონ პარლამენტში, რათა პუტინის სისხლიან პოლიტიკას ადვილად აუნთონ მწვანე შუქი. ხამე ძალიან Помолчите, кто там что-то видел? Помолчать! Вы видели что-то там? Бессовестная сидишь здесь, фигуристка. Провал идет, вы Майдан готовите. Мы выйдем только, чтобы вас не было здесь в Думе. Тогда молчать нужно сидеть. Лидер партии выступает. Сидит и все время мне мозги компостирует. Бессовестная, да. Помолчите. Да. В среднем ხამე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ ვიტალი კლიჩკოს, მაგრამ უკრაინაში შეიმჩნევა ამ ფეხბურთელების, ფიგურისტების და ასე შემდეგ ინტეგრაცია აი ამ პოლიტიკაში და მათი აქტიური როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამიტომ რაღაც ცოტა ამ მაგალითების მოხმობის გარდა, ამ მაგალითების გახსენების გარდა რაღაცა სისტემურადაც უნდა ვთქვათ. სამწუხაროდ საქართველოში განსაკუთრებული კვლევები სპორტსმენთა პოლიტიკაში მონაწილეობის შესახებ ჯერ არ ჩატარებულა. თუმცა არიან ახალგაზრდა მკვლევრები, რომლებიც ცდილობენ აი ამ საკითხის გამოკვლევაში პირველი ძალიან საინტერესო ნაბიჯების გადადგმას. შესაბამისად, მე მინდა ასე ვთქვათ, გაგაცნოთ ერთი ნაშრომი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად შეასრულა სტუდენტმა თორნიკე გოგლიძემ. თორნიკე ჩემი სტუდენტიც გახლდათ, ეს ძალიან მიხარია. ამჟამად იგი სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს, თუ არ ვცდები, ტარტუს უნივერსიტეტში და მმართველობისა და პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით იღრმავებს ცოდნას. აი თორნიკე შეეცადა რომ ერთმანეთთან დაეკავშირებინა სპორტი და პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცის კონტექსტში. და მან თავის ნაშრომში გამოყო რამდენიმე კრიტერიუმი, თუ რატომ ირჩევენ პოლიტიკური ლიდერები, გავლენიანი პოლიტიკური ხელმძღვანელები, დიქტატორები და ავტორიტარული ფიგურები სპორტსმენებს თავიანთი პოლიტიკური გუნდების დაკომპლექტების დროს. და აი პირველი კრიტერიუმი, რომელიც თორნიკემ გამოყო, გახლავთ ასეთი. შეგვიძლია ამოვიკითხოთ. ხელისუფლება მანიპულირებს სპორტსმენთა პოპულარობით. ძალაუფლების ლეგიტიმაციის გზა კრიზისში მყოფი მთავრობისათვის სპორტსმენებზე გადის. ამ ყველაფერს უწოდებენ კიდეც ზოგიერთ ლიტერატურაში, ზოგიერთ სტატიაში სპორტ ვოშინგს. ანუ საქართველოში სპორტსმენები პოლიტიკაში იმიტომ მოდიან, რომ პოლიტიკოსებთან შედარებით ისინი პოპულარულები არიან, პოლიტიკოსები გაკოტრებულები არიან, ამიტომ ეს პოლიტიკური ელიტა პარაზიტირებს ხოლმე ცალკეული ოლიმპიური ჩემპიონის ავტორიტეტზე, ცალკეული წარმატებული სპორტსმენის ასე ვთქვათ ავტორიტეტზე და ცდილობს რომ ლეგიტიმაცია გაჭირვების დროს, ქარიშხლის დროს, მათზე თავდასხმის დროს, ანუ საკუთარ თავზე თავდასხმის დროს, თუმცა მათ თავს ესხმიან უფრო სწორად, აი ამ დროს ლეგიტიმაცია ამ სპორტსმენთა ხარჯზე მოიპოვონ, ანუ ამოეფარებიან ხოლმე სპორტსმენები მათ. აი მაგალითად დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მამუკა მდინარაძეს, შალიკო პაპუნაშვილს და სხვებს წინ ყავთ აფარებული ეს ქართველი სპორტსმენები, გენო პეტრიაშვილი და რა ვიცი, კიდევ აშატ ალხაძე და სხვები და თვითონ რადგან არაროებები არიან, უნდათ რომ აი ამ სპორტსმენების ხარჯზე რაღაცად გამოჩნდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ისე ხდება ხოლმე, რომ საყოველთაო სიყვარულს დაუკარგავენ ხოლმე ამ სპორტსმენებს და გაუბედურებენ საზოგადოებრივ სტატუსს და ავტორიტეტს.
ნახეთ მეორე მიზეზი, რატომ მიდიან სპორტსმენები პოლიტიკაში პოსტსაბჭოთა სივრცეში. თორნიკე აქ მიზეზად ასახელებს შეზღუდულ კარიერულ შესაძლებლობებს სპორტსმენთათვის. პოლიტიკა ხშირად აღიქმება როგორც ახალი საქმე. და მართლაც ესია საქართველოში, რომ სპორტსმენი გახდები, დაამთავრებ აი ამ სპორტულ კარიერას, ქვეყანაში არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს იმისა, რომ სპორტის სფეროში აქტიურად შემოსავლიანად გააგრძელო შენი კარიერა. არ არის საკმარისი რაოდენობით კლუბები, არ არის საკმარისი რაოდენობით სპორტული დარბაზები, არ არის საკმარისი რაოდენობით სპორტული ასოციაციები და მოძრაობები. შესაბამისად, ეს ადამიანები, რომელთაც ყველა იცნობს, რომელთაც ყველა პატივს სცემს, რომელთაც ავტორიტეტი აქვს, ყველა შოუში დამყოფები არიან, რაღაცა ფულიც აქვს, რჩებიან უსაქმოდ. რჩებიან საქმის გარეშე და რატომღაც თავიანთი მოკლე ჭკუით ფიქრობენ, რომ ყველაზე ადვილი გზა, სადაც შეიძლება თავი დაიმკვიდრონ, ეს პოლიტიკაა და გადაეშვებიან ხოლმე თავით და ეს სისულელეა, როგორც აღვნიშნეთ, არაფერი არ გამოდით. თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ ქართველ სპორტსმენს, რომელმაც პოლიტიკაში ივარგა. ერთ ქართულ სპორტსმენს ვერ დამისახელებთ, რომელმაც პოლიტიკაში ივარგა რა, ვინც არ უნდა გავიხსენოთ. ყველამ უბედურება და საშინელება მოუტანა ამ ქვეყანას. გავიხსენოთ მაგალითად ბატონი დილარ ხაბულიანი. იმ დღეს შალვა ნათელაშვილმა გენიალური ამბავი მოყვა მის შესახებ. ხა ბატონ შალვას იუმორი აქვს და შეუძლია კარგად წარმოაჩინოს ხოლმე ზოგიერთი საკითხი. დავინახავთ, რომ სპორტსმენია სიაში რომელიმე პარტიის იმ პარტიებს საერთოდ არ უნდა მიიღოს ხოლმე. სპორტსმენს არაფერი არ ასაქმეა პოლიტიკაში. ბოროტების გარდა. ეს დაამტკიცა საქართველოს ისტორიამ, როცა ცხოვრებულმა ზუსტად გამსახურდა შინაგანსაკუთრებთა მინისტრად დანიშნა ძიუდოისტი. ყაბულიანზე მიცეულობ. ამ ძიუდოისტმა გადატრიალების დაწყების წინ თვალებში თავის აგენტს შეასხმევინა შამპუნი. და დაწვა საავადმყოფოში, ანუ მიატოვა პრეზიდენტი და მიატოვა ქვეყანა. და როცა მივიდნენ მის სანახავად, ჩვენ მეგობრები კურსელები ვართ. სანახავად მივიდნენ საავადმყოფოში. ეს თვალი ხო ჰქონდა ახლოვე, ჩამოუვარდა. და დაავიწყდა რომელი თვალი იყო დაზიანებული, მეორეზე აიკრა. მე მოვიდნენ ჩემთან და გადავიდნენ ყდეუნას ეცელი. აი სპორტსმენი და აი ძიუდოისტი პოლიტიკაში. ანუ აფერისტი და პრეზიდენტის მოღალატე და პრეზიდენტის ღალატის ფასად გამდიდრებული კაცია, ხო? ლევან თედიაშვილი უსაყვარლესი კაცი, გამორჩეული პიროვნება, მაგრამ პარლამენტში ერთხელ არის მგონი სიტყვით გამოსული და ისიც თქვა, რომ რას მიაწმააცვამთო აქო და განმარტა ეს მიაწმააცვამთ, რას ნიშნავს კახურ ზეპირსიტყვიერებაში. და რა ვიცი, კალაძემ გაიხედეთ ფანჯარაში და შეხედეთ ქალაქი რას გავს. კორუფციის ბუდე, კორპუსების ბუდე, ბეტონის ჯუნგლები და ავტობუსი როღირს, რა ქვია, პირობითად რომ თქვათ 200,000, ეს 700,000-ად ყიდულობს და დანარჩებულს ჯიბეში იდევს და რაღაცა 50 კვადრატულ მეტრზე აშენებს, რა ვიცი, 50 სართულიან შენობებს. ფიგურალურად ვამბობ ამ ყველაფერს. ერთ სპორტსმენს ვერ გაიხსენებთ. რომელმაც საქართველოს სარგებელი მოუტანა პოლიტიკიდან. ვერც ერთს. რა ვიცი, ნონა გაფრინდაშვილი უსაყვარლესი, ძალიან მიყვარს ღმერთმა კარგად ყოფოს, მაგრამ რა ვიცი, თბილისის საკრებულოს წევრი რა ქნა ვინმეზე მეტი. არაფერი არ გაუკეთებია. ასე რომ ეს არ არის პოლიტიკოსთა საქმე და სამწუხაროდ სპორტსმენებს კარიერულ წინსვლის საშუალებები აქტიური ფიზიკურად რო შრომობენ იმ პერიოდის დასრულების შემდეგ არ აქვთ ხოლმე და ესეც უბიძგებს მათ რომ უტვინოთ თავის დურთონ პოლიტიკურ ცხოვრებაში. თორნიკე კიდევ ერთ მიზეზად პოლიტიკაში სპორტსმენების მონაწილეობისა ასახელებს სპორტსმენთა მიერ დაგროვილი კაპიტალის დაცვის საკითხს. ეს ჩვენ ატარი ვიტალიჩის მაგალითზეც ვნახეთ. აი ეს სპორტსმენები რაღაც $1,000,000 მიცემენ ოლიმპიური მედლისთვის,
თვითონ ყავთ როგორც ყოველთვის მაფიოზი ოჯახის წევრები, რომლებიც ამ ფულს აკონტროლებენ და აბანდებენ და ის მაფიოზი ოჯახის წევრები ამ სპორტსმენებს თხოვენ, რომ აი აგერ მე რომ აქ ტრაილერების ავტოსადგური, მე რომ აქ პროფილაქტიკები, მე რომ აქ ცეხი, გორში რო აშლი მომყავს დიდი რაოდენობით და კონსერვების ქარხანა მაქვს, ამ ქარხანას დაცვა ჭირდება, რომ არ შემოვიდეს გარემოს დაცვის ინსპექცია, საგადასახადო ინსპექცია, არავინ არ დაგვაჯარიმოს, რომ კონკურენტი არ გაგვიჩნდეს, რომ ეს ჩვენი ფული კიდევ უფრო დიდ ფულად ვაქციოთ, გჭირდება მხარდამჭერი, გჭირდება გვერდით მდგომი. აი ეს მაფიოზები, ოჯახის წევრი მაფიოზები აწუხებენ ხოლმე ამ სპორტსმენებს და ეს სპორტსმენებიც კიდევ ერთხელ ვამბობ, გამორჩეულნი არ არიან თავიანთი პასუხისმგებლობით, გონიათ რომ პოლიტიკური ცხოვრება ადვილია და მიდიან პოლიტიკურ პროცესში, რათა დაიცვან საკუთარი კაპიტალი, საკუთარი შემოსავალი და კიდევ უფრო მეტად გამდიდრდნენ. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სპორტსმენს პოლიტიკაში ედრეკებიან, ეს მათი კონფორმულობაა. როგორც წესი ისინი განათლებით არ გამოირჩევიან, როგორც წესი მათ მრავალფეროვანი პოლიტიკური ხედვები და სტრატეგიები არ აქვთ, როგორც წესი ისინი არ ფიქრობენ რაღაც სხვადასხვა პოლიტიკურ იდეოლოგიაზე, ამ იდეოლოგიიდან გამომდინარე კანონების შექმნაზე და ასე შემდეგ. ისინი არიან ჩვეულებრივი კონფორმისტები, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებენ, რაზეცაც ეტყვი, რომ დააჭირე ხელიო, დააჭერენ ხელს და მათ აღიქვამენ ხოლმე როგორც პულტებს. პულტი, ხო? ხმის მიცემის პულტი. ეტყვი მწვანეს დააჭირე, მწვანეს დააჭერ, ეტყვი ყვითელს დააჭირე, ყვითელს დააჭერს. თუ წითელს დააჭერს, ხო? რა წინააღმდეგობა უნდა გაგიწიოს? რომელიმე კანონის მიღების დროს. რა ტვირთი აქვს მას, ან რა ცოდნა აქვს მას, რომ აქ დაგიპირისპირდეს? არაფერი. ამიტომ კომფორტულია ხოლმე ავტორიტარული ლიდერებისთვის მორჩილი უმრავლესობის შექმნა და ამ მორჩილ უმრავლესობაში, როგორც წესი, სპორტსმენები ძალიან ხშირად დაწინაურდებიან ხოლმე. აი ბატონი გოგლიძე სპორტსმენთა დაწინაურების კიდევ ერთ მიზეზად ასახელებს ზოგადად პარტიული და საპარლამენტო ინსტიტუტების სისუსტეს. იმიტომ რომ პოლიტიკა ადვილია ბრჭყალებში. ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის სუსტი სტრუქტურა არსებობს. ხომ აი ჩვენ რო გერმანიის მაგალითი განვიხილეთ და იქ თქვით სპორტსმენები როგორ ხდებიან პარლამენტში, ხაზი გაუსვით იმას, რომ ჯერ კომუნალურ დონეზე უნდა იყაროს ადამიანმა კენჭი, პარტიის კომუნალურ დონეზე უნდა გამოჩნდეს. იქ თუ ივარგა, მერე ლანდტაგის დონეზე იწყებს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, რეგიონალური მასშტაბის პოლიტიკოსი ხდება, პარტიის რეგიონალურ ორგანიზაციაში უნდა მოიპოვოს მხარდაჭერა, გაუწიოს კონკურენცია სხვა კანდიდატებს, სხვაზე უკეთესი გამოჩნდეს და დაწინაურდეს. შემდეგ ამას რო გადალახავს, უკვე ფედერალურ დონეზე უნდა მოიპოვოს პარტიისგან, მოსახლეობისგან, კოლეგებისგან, ექსპერტული წრეებისგან აღიარება. და მხოლოდ ამის შემდეგ ახერხებს იგი კენჭისყრას ფედერალურ დონეზე, ხდება დეპუტატი. დეპუტატობა კიდე საქართველოში რო ადვილია, ეგეთი ადვილი მგონი დედამიწის ზურგზე არსად არ არის. გერმანიაში დეპუტატად ყოფნა ძალიან რთულია. ყავს 2 სამეცნიერო ასისტენტი, ხარ 2-ზე მეტი კომიტეტის წევრი, ვალდებული ხარო რეგიონში ჩახვიდე და გქონდეს ყოველთვიური კომუნიკაცია ამორჩეველთან. ვალდებული ხარ რომ დაწერო საკანონმდებლო ინიციატივები, ან დაუჭირო ამა თუ ინიციატივას მხარი და ეს დაასაბუთო, მედიაში გქონდეს კომუნიკაცია, დაესწრო პარტიის შიგნით სხდომებს, ფრაქციის შიგნით სხდომებს, გამოხატო იქ პოზიცია, გაწევრიანდე პარტიის შიგნით არსებულ რომელიმე სამუშაო ჯგუფში, გააგზავნო მაკონტროლებელი წერილები სხვადასხვა სამინისტროებში, ეწვიო სხვადასხვა კომუნალურ დონეზე სხდომებს, ადგილობრივ თვითმმართველობა გააკონტროლო, ლანდტაგში მიხვიდე, იქაურ კანონშემოქმედებით პროცესს გაუწიო ზედამხედველობა, მონაწილეობა მიიღო შენი პარტიის მიერ რომელიმე ორგანიზებულ ღონისძიებაში, სემინარში, კონფერენციაში, მიტინგში, გაფიცვაში. ძნელია იქ პოლიტიკაში ყოფნა და საქართველოში
რომ აი ესე იგი კენჭისყრის დრო რო დადგება მესიჯი მოგივა WhatsApp-ში, შეხვალ დარბაზში დააჭერ კნოპკას ხელს, ღილაკს ხელს და всё. მიდი მოვდივარ, დეპუტატი ხარ. ალბათ ლაშა ტალახაძეს და იმას რა ქვია, გენო პეტრიაშვილს ეს გონიათ დეპუტატობა და ეს გონიათ პოლიტიკაში ყოფა. მამუკა მდინარაძის მესიჯების წაკითხვა და შალიკო პაპუნაშვილის მესიჯების საფუძველზე ხმის მიცემა. ვაი დედა, რა გვეშველება. და ერთ-ერთი არგუმენტი, რომელსაც ასევე თავის სტატიაში თორნიკე გოგლიძე ასახელებს, ეს არის ისტორიული კონტექსტი, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ხალხი აღმოჩნდა ისეთ სახელმწიფოებში, სადაც ყველა სფერო მოშლილია, და მარტო სპორტსმენები არიან ცნობილნი ან ესტრადისა და პოპ-კულტურის წარმომადგენლები. მეცნიერება მოშლილია, რომელმა მეცნიერმა უნდა მოიპოვოს საზოგადოებრივი ავტორიტეტი, როცა არც ერთი ინსტიტუტი კვლევითი დაწესებულება არ მუშაობს, იქიდან საზოგადოებრივი გავლენის მოპოვება ძნელია, მრეწველობა დანგრეული და მოშლილია და რომელიმე ცნობილი საწარმოს ხელმძღვანელმა თავისი მიღწევებით, თავისი გამოგონებებით, თავისი სამრეწველო პროდუქციით რომ მოაწონოს თავი ამურჩეველს, ამის შესაძლებლობა არ არსებობს. რა ვიცი, მუშათა მოძრაობა არ არსებობს, იმიტომ რომ დაშლილი არის ყველა, ასე ვთქვათ, ისეთი დაწესებულება, რომელიც მუშათა კონცენტრაციას დაეხმარებოდა და მას წარმოაჩენდა 90-იან წლებში, 2000-იან წლებში იყო ძალიან დიდი გაჭირვება და ეს პოლიტიკური აქტივიზმისთვის არავის არ ეცალა, ვერავინ ვერ ახერხებდა ამას. ასე რომ ყველაფერი მოშლილი, მონგრეული, მინგრეულია და ეს სპორტსმენები ჩანან როგორც ხალხი, რომელიც, ასე ვთქვათ, დგას საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზზე და შუაგულში. ამიტომაც ისინი დაწინაურდებიან ხოლმე, თავს მოიწონებენ ხოლმე, გამოჩნდებიან ხოლმე და პოლიტიკოსებიც ადვილად გადაიბირებენ მათ თავიანთი პირადი მერკანტილური მიზნებისთვის. აი მოდით კიდევ ერთხელ შევავლოთ თვალი თორნიკე გოგლიძის სტატიაში ჩამოყალიბებულ საკითხებს და არგუმენტებს, თუ რატომ მიდიან სპორტსმენები პოლიტიკაში. და ამით დავასრულოთ. ძალიან გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაალაიქოთ, ზანზალაკის ნიშანს დააჭიროთ, ზანზალაკათ ეკიდა. ზანზალაკის ნიშანსაც დააჭიროთ, დააკომენტაროთ, იმიტომ რომ რო აკომენტარებთ, მე კიდევ უფრო მეტი ნახულობს, გააზიაროთ. და ოდესმე ეგებ ტელეფონიც გამოვცვალო და ტელეფონს რო გამოვცვლი, მე მიკროფონსაც დავუყენებ კარგად და შტატივი კი მაქვს და ცოტა უკეთესი ხარისხის ვიდეოებიც შეიძლება ჩავწეროთ. ძალიან გაგვიხარდება ასევე თუ კომენტარებში აღნიშნავთ თუ რომელ თემაზე ისურვებდით ვიდეო ინტერვიუს ან ვლოგის ჩაწერას. თუ მე მეყო კომპეტენცია, მე ჩავწერ, თუ არ მეყო კომპეტენცია, ვინმეს მოვიწვევ და დაველაპარაკები ამა თუ იმ საკითხზე, ამა თუ იმ თემაზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.